მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა სპორტის დაფა. რამდენიმე გადაცემის წინ ჩვენთან სტუმრად იყო ახალგაზრდა პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი, რომელთანაც ვისაუბრეთ სამომავლო ასე ვთქვათ წრეებზე მსოფლიო თასის. დღეს კი ჩვენთან ერთად მისი მწვრთნელი და ზოგადად ნაკრების მწვრთნელი გახლავთ მალხაზ მესხი. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. პირველი წრე უკვე ჩატარდა და შედეგებიც საკმაოდ კარგი იყო, თუმცა მოულოდნელიც ერთდროულად უნგრეთის ქალაქ ეგერში, რომ მოგვითხროთ ამ ტურნირის შესახებ. მოგესალმებით. 16-20 თებერვალს ეთლეტ-ფარიკაობაში მსოფლიო თასის პირველი ეტაპი 2018 წლის პირველი ეტაპი გაიმართა უნგრეთის ქალაქ ეგერში. ქართული გუნდი საქართველოს ნაკრები წარდგენილი იყო ორი მოფარიკავით, ესენი იყვნენ ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი. გეგმა იყო ესეთი. ნინა თიბილაშვილი ხმლით ფარიკაობაში უნდა ძალიან კარგი იქნებოდა თუ შევიდოდა სამში, იმიტომ რომ ნინიკო მოგეხსენებათ, ახალი სპორტსმენია, ახალი დაწყებული აქვს და ახლობით წელიწად-ნახევარი, 2 წელიც არ არის სრული. ანუ საპრიზო უნდა იყო ნინიკოს, რაპირით ფარიკაობაში ძალიან გვინდოდა რომ ირმა ხეცურიანს მესამე ადგილი აიღო და პლუს ხმლით ფარიკაობაში მოგეხსენებათ ჩვენი სპორტსმენები ორ სახეობაში იღებენ მონაწილეობას ელიტ ფარიკაობაში მასეა. და ირმა ხეცურიანს გეგმა ჰქონდა რომ ხმლით ფარიკაობაში პირველი ადგილი უნდა აიღო. მოგეხსენებათ ირმა არის რეიტინგში, მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე. პირველი მოფარიკავე ხმალია B კატეგორიაში. მოხდა ესეთნაირად რომ მესამე ადგილი ავიღეთ. ძალიან გაგვიხარდა რაპირაში. ეს არის პრაქტიკულად პირველი მესამე ადგილი. პირველი არ არის, მეორეა. 2014 წელს კანადაში, მონრეალში ირმა მესამე იყო, მაგრამ ის იყო შედარებით სუსტი ტურნირი, უფრო დაბალი რანგის ტურნირი იყო, დიახ, წარმომადგენლობაც ნაკლები იყო, ნაკლები მონაწილე იყო და მოკლედ ეს მესამე ადგილი არის ძალიან დიდი ნაშრომი. მთელი მსოფლიო გაუცდა რა, მოკლედ მესამე ადგილი ირმასთვის დიდი მიღწევაა რაპირაში. იყო რეიტინგში მე-11, გადაინაცვლა მე-9 ადგილზე, მსოფლიო რეიტინგში რაპირით ფარიკაობაში ხარი მე-9 ადგილზე, მაგრამ მოხდა სენსაცია. ხმლით ფარიკაობაში ვერ შევიდა სამში. ნუ ხდება. დიდი სპორტია. არ უნდა გვაგვისდეს რომ ჩვენ გავემგზავრეთ 16-ში, უბრალოდ 15-ში გავემგზავრეთ, 14-ში ქონდა 40 გრადუსი სიცხე ირმას. გვეგონა რომ ფილტვების ანთება იყო და გადავრჩით და ფილტვების ანთება არ იყო და იყო ვირუსი, უმკურნალე მთელი საქართველო იყო ჩართული რომ რამენაირად წასვლა შეგვიძლებოდა და მოკლედ ექიმების დახმარებით შევძელით. მოკლედ ნინიკო იყო ხმალში მესამე, გავაკეთეთ, ირმა იყო რაპირაში მესამე. ძალიან დიდი წარმატება ეს ორი медали. ხო, კონკურენცია საკმაოდ წარმომადგენლობითი ტურნირი იყო, პრაქტიკულად ჩინეთის გარდა აბსოლუტურად ყველა იყო. მოგეხსენებათ ახლა რომ 2018 წელი არის პოსტ-ოლიმპიური წელიწადი, ასე რომ ინტენსივობა შედარებით უფრო დაბალია, შედარებით, მაგრამ გაგვიკვირდა. ისეთი ინტენსიური იყო პრაქტიკულად ესე იგი. მაინც ბევრი სპორტსმენი იყო. რა არის ეს? 2020-ისთვის ემზადება ყველა და ამ პირველ წელს აიღებს. დიახ. პროფესიონალური სპორტი ცოცხლობს ოლიმპიადიდან ოლიმპიადამდე. ეს 4 წელიანი ციკლი არის აბსოლუტურად ყველა სარეიტინგო ტურნირი ემსახურება ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებას. ხო და ეს არის პირველი წელიწადი. ცოტა ინერტული სტარტია აბსოლუტურად ყველა სახეობაში და მსოფლიო მასშტაბით და ნახოთ მეორე ეტაპი გვაქვს ახლა. კი, ნუ იტალიის ეტაპზეც რომ ვისაუბროთ, იტალიაში მივიდივართ, როგორ ემზადებით ამ ეტაპისთვის და რა მიზნები გვაქვს იქაც. მიზანი იგივე გვაქვს. ნინა თიბილაშვილი ხმალში მესამე, ირმა ხეცურიანი ხმალში პირველი, რაპირაში მესამე. აი ეს გეგმა, მაქსიმუმი გეგმა არის ახლა ეს ჩვენი. აი ეს გეგმა თუ შევასრულებთ, კარგი იქნება. ემზადებით ძალიან ინტენსიურად, პრაქტიკულად ყოველდღიური 20-ში ჩამოვედით და 22-ში უკვე ვარჯიში გქონდა. ხო. ანუ ერთი დღე დავასვენეთ ხოლმე სპორტსმენები. კი, ერთი დღე დავასვენეთ და დღესაც ახლა 4 საათზე ვარჯიში გვაქვს და მოკლედ ემზადებით ძალიან სერიოზულად. ხო, 2000 მოგეხსენებათ ესე 20-ში არის ტოკიო ოლიმპიადა, ხო? 2019 სექტემბერში გაიხსნება ფანჯარა. ფანჯარას ვეძახით ოლიმპიური, აი როგორ არის, იცით, მსოფლიო რეიტინგი და პატარა ფანჯარა იხსნება ხოლმე კონკრეტულად ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებისთვის, სად გროვდება ქულები, მოკლედ. ხო, მე მგონი სწორად ახსენე. ხო და მაგრამ ამ ფანჯარისთვის რომ მზად იყო, წელიწად-ნახევარი გვაქვს.
ეხლა პრაქტიკულად წინა საოლიმპიადო ციკლის მზადება ხდება ეხლა. 2019-ში რომ მზად ვიყოთ რა. მსოფლიო თასს სულ აქვს 7 წრე, 7 ეტაპი. ნუ პირველი 2 ეტაპი გავიგეთ, არის უნგრეთში და იტალიაში მომდევნო და იტალიაში მიემგზავრებით თქვენ სულ მალე. დანარჩენი ეტაპები სად არის და როდის გაიმართება? კი ბატონო, დანარჩენი ეტაპები მაისში არის სტაცკანალი, ჰოლანდიაში, ნიდერლანდში, ივნისში არის ვარშავა, სექტემბერში არის ატლანტა. არ არის ჩანიშნული, როგორ არის იცით, რამდენიმე 4 ეტაპი უნდა ჩატარდეს ევროპის ტერიტორიაზე, რეგლამენტია ეგეთი, წესია ეგეთი. ერთი ეტაპი უნდა ჩატარდეს აუცილებლად ამერიკის კონტინენტზე, ერთი უნდა იყოს აზიის კონტინენტზე რაღაც პრობლემა აქვს, არ ვიცი რატო, ჯერჯერობით არ არის ჩანიშნული, ალბათ ამ რამდენიმე დღეში ან კვირაში უკვე ჩაინიშნება და პლუს არის ესეთი საკითხი. არ არის ჩანიშნული მსოფლიო ჩემპიონატი. მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ყოფილიყო არაბეთში, შარჯაში, დუბაისთან არის ქალაქი შარჯა და ემირატმა თქვა უარი, არ ვიცი რატო, მიზეზი რა არის და მოკლედ დაემთხვა. დიდი სურვილი გვაქვს, რომ 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი წამოვიღოთ თბილისში. ეხლა ჩვენთან ერთად იტალიაში მოდის ჩვენი დელეგაცია, მოდის პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შალვა მაისურაძე, მოდის თბილისის მერიის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, გეგა ზურაბაშვილი და გამავიდა. ხო, მოკლედ, ხო, და გვექნება მშველობა, რომ რამენაირად მოკლედ სოფლიო ჩემპიონატი ჩავატაროთ თბილისში. თუ გამოგვივიდა. ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის რაც აშენდა. ირაკლი გვილავა, მოდი. რა თქმა უნდა, რაც აშენდა, იძლევა იმის შესაძლებლობას, თუნდაც ახალი სპორტის ხელოვნების მსგავსი ტურნირი ჩატარდეს. ძალიან მაგარი საქმე იქნება, თუ მოვახერხეთ ჩვენ და დავაკმაყოფილეთ ის კრიტერიუმები, ვემზადებით ახლა ჩვენ მიგვაქვს გარკვეული პრეზენტაცია, უნდა წავიდეთ იქ სოფლიო პარაოლიმპიურ კომიტეტში, რომ რა შეგვიძლია ქართული ნაშტოს, რა შეუძლია ქართულ მხარეს რა, უშუალოდ. ნუ ზოგადად ვახსენეთ ჩვენ უკვე ოლიმპიადა, თუმცა აუცილებლად განცალკევებითაც უნდა ვისაუბროთ 2020 წლის ოლიმპიადაზე. ასე ვთქვათ, რა არის შორეული გეგმა ოლიმპიადისათვის ქართველი სპორტსმენების? პირველი გეგმა ხმლით ფარიკაობაში მედალი, ოქროს მედალი. ირმა ხეცურიანის მედალი არის ძირითადი მიზანი ტოკიოში ჩვენ. ანუ ეს არის თავარი, პირველი გეგმა. რეალურ გეგმებზე ვსაუბრობ. რეალური გეგმა არის ტოკიოში ოქროს მედალი ხმლით ფარიკაობაში. საპრიზო რაპირაში და ნინიკოს საპრიზო ხმალში. ანუ ეს არის ისეთი საკმაოდ ისეთი ამბიციური გეგმა, ძალიან ამბიციური გეგმა. ნახოთ რა გამოგვივა. და ანუ ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხოთ იმაზეც, ანუ პარასპორტი საქართველოში მაინც ნაკლებ პოპულარული სახეობაა და რო ვისაუბროთ ასე ვთქვათ პარასპორტის სოციალურ გავლენაზე საზოგადოებაზე და იმაზე რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ რომ გაახარონ და სპორტული გამარჯვებები მოუტანონ ქვეყანას და როგორც თulis ეს დამოკიდებულებას და სტიგმებს პარასპორტული სახეობები არის ჩვეულებრივი სპორტი. რა თქმა უნდა. აბსოლუტურად ჩვეულებრივი სპორტი. პირიქით აი ეფექტი და ემოცია არის ბევრად უფრო მეტი. სად ჯანსაღი კაცი რო ფარიკაობს და სად შესაძლებლობის მქონე პირი რო ფარიკაობს, იქ აზარტია, იქ ემოცია და ამ ემოციას და ამ ბრძოლის უნარიობას რო გამოხატავს შეზღუდული პიროვნება, სულ სხვა სანახავია და ხო. ნუ ტოკიოს რაც შეეხება კონკურენცია ძალიან დიდია. 4 წელია, 4 წელიწადში რა მოხდება და ირმა 4 წლის თავზე რეიტინგში კი არის დღეს პირველი, მაგრამ რომელი იქნება მაგის განსაზღვრა ძალიან რთულია, ბევრი მუშაობა გვიწევს და ნახოთ. წარმატებებს გისურვებთ ახლა მომდევნო ეტაპებზე და დიდი მადლობა სტუმრობისათვის. დიდი მადლობა. ჩვენ კი ვაგრძელებთ რა თქმა უნდა იმ ციკლს, რომელიც წინა გადაცემაშიც დავიწყეთ, ქართული კლუბების შეკრება თურქეთში, ვიხილოთ მორიგის სიუჟეტი და შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ეროვნულ ლიგას გორისდილა ძირეული ცვლილებებით ხვდება. ახალი მწვრთნელი და 11 ახალი ფეხბურთელი. გუნდის ახალმა მეპატრონეებმა მთავარ მწვრთნელად თანამემამულე არის ზივი მოიყვანეს, რომელმაც ამ პოსტზე უჩა სოსიაშვილი ჩაანაცვლა. ვიცი რომ აქ ბევრი კარგი, შეიძლება ტაქტიკის პრობლემა არსებობს, ასევე თამაშის ტემპის, მაგრამ ჩემი გუნდის ფეხბურთელები სწავლობენ და ჩვენ ერთად მუშაობთ. იმედია ეს ყველაფერი შედეგს გამოიწვევს. ლეგიონერები არიან ახალ წოულთა შორისაც 1 ნიგერიელი და 3 ბრაზილიელი. როგორც კლუბის სტაჟიანი მოთამაშეები ამბობენ, გუნდი გაძლიერდა და ახალ წოულებთან შეთამაშების პრობლემაც შეკრებაზევე მეტნაკლებად მოგვარდა. ახალი სეზონის წინ მათ წარუმატებლობა წარმოუდგენლად მიაჩნიათ.
ძალიან სერიოზული ხალხიც არის შეკრებილი და ისეთი ხალხია რა, შეკრებილი სულ ჩვენს გარშე გუნდშიც, გარშემო ხელმძღვანელობაშიც, მწვრთნელიც ისეთია, რომ აი რა ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ შედეგი არ ქონდეს, ყველა ერთმანეთს დაუდგებით და კარგად გავაკეთებ ჩვენს საქმეს, მე ვფიქრობ, რომ წარმატება გვექნება რა. მოთამაშეთა ოპტიმიზმის საფუძველს გარკვეულწილად ანტალიაში გამართული ამხანაგური მატჩებიც იძლევა. მოლდოვურ მილსამთან მინიმალური ანგარიშით 1-0 მოგებას როსტოვის მეორე გუნდთან დნიპროსთან 1-3 მარცხი მოჰყვა, თუმცა გორელები მეტოქეს ბევრით არაფრით ჩამორჩებოდნენ. შეკრება კარგად მიდის, სტაბილურად, კაი სპარინგ თამაშები გქონდა, უთამაშეთ. ჩვენი მწვრთნელი ისეთი ტიპაჟია, რომ აი სულ უნდა პირველობა და მაგას გვინერგავს ჩვენს ფსიქოლოგიურად ველაპარაკება ძალიან ბევრს და ბევრი ვიდეო განხილვები გვაქვს და რაღაცები და ვეხმარება და გვაძლევს იმის იმედს, რომ ვიბრძვით აუცილებლად პირველი უმაღლესი მიზნებისთვის. განახლებული დილას რეალური ძალა გარკვეულწილად პირველივე ტურში ჩიხურასთან გამოჩნდება. ყველაზე ნაკლებად სატრანსფერო ფანჯრის დროს ცვლილებები საჩხერის ჩიხურაში მოხდა. გარდამავალი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი სულ 3 ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა ისეთებმა, რომლებიც ძალიან დიდ როლს ასრულებდნენ. ახალი სეზონიდან საჩხერელთა შემადგენლობაში ლობჟანიძე, გვალია და რეხვიაშვილი არ ითამაშებენ. დანაკლისის შევსებას სოსოფრუიძე 4 ახალი ფეხბურთელით, ჭელიძით, მირცხულავათი, გეგეჭკორითა და გელაშვილით შეეცდება. ჩიხურა არასდროს არ ყოფილა, თქვა ერთეულების გუნდი, ყოველთვის კოლექტიურ თამაშს თამაშობდით ჩვენ. ანუ მე ვფიქრობ, რომ გუნდი კოლექტიურ თამაშს კიდევ გააგრძელებს. ჩიხურამ ბელექში 2 შეკრება და ჯამში 5 ამხანაგური მატჩი გამართა, რომელთაგანაც ვერცერთში ვერ გაიმარჯვა და მხოლოდ ერთხელ გაიტანა. თუმცა ამ შედეგებს გუნდში გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ანიჭებენ და მოქმედი ვიცე-ჩემპიონები წელსაც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებენ. საჩხერელთა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა წელს ისევ საშინაო არენა იქნება. გასულ სეზონში ივანწმინდა სტადიონის დაწუნების შემდეგ გუნდს საკუთარ მოედანზე არც ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია და ეროვნულ ლიგას წელსაც ასე დაიწყებს. სამწუხაროდ ისეთი პირი უჩვენს საქმეს, რომ წელსაც იგივე დღეში ვიქნებით, თუმცა ვფიქრობთ, რომ საბაკო კრედიტს ავიღებთ, ვფიქრობთ 2 მოედნის დაგებას, ერთი სავარჯიშო და ერთი სათამაშო, რომ დაახლოებით მარტის ბოლოდან აპრილში მაინც საშინაო მატჩები გამართა. პირველი ტურის საშინაო მატჩი ჩიხურა 5 მარტს გორის დილას დესტაფონში უმასპინძლებს. ვიხილეთ სიუჟეტები საკმაოდ საინტერესო ეროვნული ლიგის მზადება და რა თქმა უნდა თავად ეროვნული ლიგაც ძალიან საინტერესო უნდა იყოს რა თქმა უნდა ქართველი სპორტის მოყვარულებისათვის. ჩვენ კი ნელ-ნელა შეგვიძლია გადავინაცვლოთ სოციალური ქსელის მიმოხილვაზე და პირველ რიგში ვისაუბროთ რა თქმა უნდა Golden State Warriors-ზე, რომელშიც ზაზაფაჩულია დაბრუნდა, უკვე მესამე მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე იყო 12 ქულა და 8 მოხსნა, 2 მოხსნა დააკლდა მას 2 მაგ დუბლამდე. მისი გარჯა, ასე ვთქვათ, არ წაადგა Golden State-ს, დამარცხდნენ ისინი მაინც Washington Wizards-თან და საინტერესოა ისიც, რომ დაიმტრა ამ მატჩში Kevin Durant-ი, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, სწორედ ზაზასთან შეჯახებისას ესე შემთხვევით მოუვიდა მას ტრავმა. იმედია მალე გამომჯარდელდება, ვინაიდან ვნახეთ, რომ მის გარეშე უკვე პირველივე მატჩი გაუჭირდა Golden State Warriors. კალათბურთიდან, ასე ვთქვათ, მარტივად შეგვიძლია გადავიდეთ ელექტრონული სპორტის სიახლეებზე, ვინაიდან Philadelphia 76ers-ი, კალათბურთის კლუბი NBA-ში, რომელიც ასპარეზობს, ფლობს Team Dignitas, რომელიც ელექტრონული სპორტის სახეობებში გამოდის და მათ, ასე ვთქვათ, პირველი ქალებით დაკომპლექტებული გუნდიც შეიძინეს. ადრე მათი სახელი იყო Karma Selfless Gaming-ი, დღეს რაც დაარქმევს მათ 76ers-ი გაურკვეველია, თუმცა ამ ბაზრის ათვისებასაც ნაციონალური ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გუნდები აქტიურად ცდილობენ. Golden State Warriors-ი არის პირველი გუნდი, რომელმაც უკვე მათემატიკურად გაინახდა, რომ პლეი-ოფის სტადიაზე გადავა, ხოლო გარი ლინეკერმა კი დაწერა, რომ ოფიციალურად მათემატიკურადაც ნებისმიერი დათვლით ლესტერი ვეღარ გახდება პრემიერ ლიგის გამარჯვებული, ანუ ვეღარ გაიმეორებენ ისინი წინა სეზონის შედეგს. ბოლოს კი რა თქმა უნდა დაგიტოვებთ ტრადიციულად დღის კადრს, ეს გახლავთ, ასე ვთქვათ, ყველა დროის ყველაზე უფრო დაძაბული და საინტერესო ჭიდაობის მატჩი. მე კი ხვალამდე დაგემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.